ძალიან ბევრი პოლიცია, ყველას იჭერენ, არავის ურჩევს საზღვრის გადაკვეთას. ამ კადრებს მილიონობით ადამიანი გულის ხედქვით უყურებს. ყველა ჭირისუფალმა თავისი ეტიროს და ჩვენ იმ ქართველების გასაჭირი ვთქვათ, ვინც თბილისში ან ზესტაფონში სახლი გაყიდა. ვალები აიღო და ახლა ან ამერიკის გზაზეა, ან უკვე ქვეყანაშია და პოლიციას ემალება. ახლა უფრო იმათ დავდებთ, ვისაც ამერიკაში დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ შემდეგ დავიწყებთ ყველა დანარჩენის დეპორტს, ვინც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება. კეთილი იყოს ტრამპის ამერიკაში თქვენი მობრძანება კი არა და წაბრძანება. ახალი პრეზიდენტი ასრულებს საარჩევნო დაპირებას და წმენს ქვეყანას არალეგალებისგან, რომლებიც მის ამომრჩეველს განსაკუთრებით არ უყვარს. ბაიდენის 4 წლის განმავლობაში ამერიკაში 10 მილიონი არალეგალი შევიდა. ამ ნაკადისა და აწყობილი უკანონო ბიზნესის შესაჩერებლად სამხრეთ საზღვრებზე უკვე გადაისროლეს საზღვაო ფეხოსნები და ეროვნული გვარდია. ახლა კი 92 ელიტურ სადესანტო დივიზიას ამზადებთ. მისია ეს პირველი გადაწყვეტილებები დიდწილად იმეორებს კონსერვატიული პოლიტიკური დღის წესრიგის ძირითად საკითხებს. ძალიან ბევრი ამ გადაწყვეტილებებიდან თავისი შინაარსით გავს მაგალითად იგივე რეიგანის ან სხვა რესპუბლიკური ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს, ეს ეხება ემიგრაციას, ეს ეხება ფისკალურ კონსერვატიზმს, ასევე საჯარო სამსახურის მოდერნიზაციას, ასე შემდეგ. ტრამპს ბევრი საარჩევნო დაპირება ჰქონდა და ყველაფერს ერთად ეცა. ფიცის დადების შემდეგ, როგორც კი კაბინეტში ფეხი შედგა, ხელი მოაწერა 28 აღმასრულებელ საპრეზიდენტო განკარგულებას, რომელსაც როგორც წესი კანონის ძალა ეძლევა. მაგალითად, გენერალურ პროკურორს უბრძანა, ყველა ზომა მიიღე, რომ არ დაგაკლდეს სასიკვდილო ინიექციების ამპულები ფედერალური დანაშაულებისთვის სიკვდილმისჯილებისთვის. ამერიკული კანონმდებლობით ეს დანაშაულის ცალკე კატეგორიაა და ამავე კაბინეტიდან გასვლამდე ბაიდენმა 37 ფედერალურ სიკვდილმისჯილს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. სამაგიეროდ პირველივე დღეს ტრამპმა შეიწყალა 4 წლის წინ კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის გასამართლებულები. ისინი ვისაც ჯეროდა, რომ დემოკრატებმა გამარჯვება მოპარეს. რამდენ ადამიანს ეხება? ეს არის 6 იანვარი. ისინი მძევლები არიან, დაახლოებით 1500. სრული შეწყალება მათ. სასაცილო და მძიმე განაჩენებია. რა თქმა უნდა, ტრამპის გადაწყვეტილებები ბევრს არ მოეწონა. მაგალითად, ბევრ ალასკელს მათი რესპუბლიკელი სენატორის ჩათვლით არ მოეწონა ამერიკის უმაღლესი მწვერვალის დენალისთვის 2015 წელს ობამას მიერ ჩამორთმეული სახელის მაკკინლის დაბრუნება. მათ ჩათვალეს, რომ პრეზიდენტმა ამით შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივ ტომს, კოიოკონის ათაბასკანელებს, ვის ენაზეც დენალი უმაღლეს ნიშნავს. მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს დავარქმევთ და დაუბრუნებთ დიდი პრეზიდენტის მაკკინლის სახელს. შინაურებზე მეტად ტრამპმა თავიდანვე გააბრაზა უცხოელები, განსაკუთრებით ორი მეზობელი, ზედა და ქვედა. მექსიკის ყურისთვის სახელის გადარქმევითა და საქონლის 25%-იანი ბაჟის დაწესების მუხარით ძალიან დაძაბა ურთიერთობა მექსიკასთან, რომ აღარაფერი ვთქვათ მიგრანტების მასობრივ დაბრუნებაზე. ტრამპმა გააბრაზა პანამელები, რომელთაც ოდესღაც ამერიკელების აშენებული არხის დაბრუნება მოსთხოვა და ძალიან გააბრაზა კანადელები, რომელთაც ჯერ 51 შტატის სტატუსი შესთავაზა, შემდეგ კი იგივე 25%-იანი ტარიფი დაემუქრა. კანადური ენერგორესურსები ამუშავებს ამერიკულ ქარხნებს და ათბობს საცხოვრებელს. ჩვენ ამერიკის სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში ვართ. კანადა მეტ ამერიკულ პროდუქტს ყიდულობს ვიდრე ჩინეთი, იაპონია და გერმანია ერთად. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ სურს თავის ქვეყანაში ოქროს ხანის დაბრუნება. ამისთვის კი მას დასჭირდება მეტი ფოლადი, ალუმინი, მინერალები და ენერგიის წყაროები. ჩვენ ეს გვაქვს. ალტერნატივა კი იქნება ყველაფერი შეიძინონ რუსეთში, ჩინეთსა და ვენესუელაში. 25%-იანი სავაჭრო ტარიფი დაზარალდება შეერთებული შტატებიც, თუმცა ალბათ უფრო ნაკლებად. ნავთობის 60%-ი სწორედ ჩრდილოელი მეზობლისგან ყიდულობს. ოღონდ ყველაზე გაბრაზებული დღეს ალბათ დანიაა, რომელსაც ტრამპი პირდაპირ სთხოვს გრენლანდიის დათმობას. ამ უზარმაზარ კუნძულს აქვს წიაღისეული და სტრატეგიულად სრულიად უნიკალური მდებარეობა. სხვათა შორის, იდეა ტრამპს არ ეკუთვნის. 75 წლის წინ პრეზიდენტი ტრუმენი დანიას ამ მიწაში $100 მილიონი ოქროს თავაზობდა. Secretly offered Denmark $100 million in gold or to swap parts of Alaska. ამბობენ, რომ ბოლო საუბარი დანიის პრემიერ-მინისტრთან ძალიან მძიმე იყო. იმდენად მძიმე, რომ ადმინისტრაციაში ვიღაცებს საფიქრალი გაუჩნდათ, მგონი სულ კარგავთ დანიასო. ოპტიმისტები კი ანგარიშობენ, რა შუალედური ვარიანტი არსებობს ასე ღრმად შეტოპილის უკან გამოსატობად. ესპანეთი ძალიან გაჭირვებულია. ბრიქსის წევრია. იცით ბრიქსი ხომ?
კი ბატონო, იყვნენ ბრიქსში, მაგრამ ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც ჩვენთან აწარმოებენ, 100%-იან გადასახადს დაუწესებთ. And if the BRICS nations want to do that, that's okay, but we're going to გაბრაზებულთა რიცხვს მოულოდნელად ესპანეთიც დაემატა. ტრამპმა ეს სამეფო სულ ტყუილად გადაიკიდა. რატომღაც ბრიქსის წევრად მოიხსენია და ამის გამო პრობლემებით დაემუქრა. ესპანეთი მიხედავს თავს, აი ბრიქსის ნამდვილ ქვეყნებს კი, რომლების თავს ალტერნატიულ პოლუსად ხედავენ და საერთაშორისო ვაჭრობიდან დოლარის განდევნა სურთ, ორჯერ და სამჯერ მართებ დაფიქრება. პირველ რიგში ამ ორს, ვისაც ამერიკისა და ზოგადად დასავლეთის წინააღმდეგ უკვე აქვს შეკრული პირი. პუტინისა და სის ბოლო საუბარი ინაუგურაციიდან ძალიან მალე საათნახევარს გაგრძელდა და ზუსტად ყველაზე მტკივნეულ საკითხს, მრავალ პოლუსიანობას მიეძღვნა. ამერიკა დარჩება მთავარი გავსაზღვრელი მოთამაშე, თუმცა ბუნებრივია უფრო მეტი ფოკუსი იქნება ამერიკის ინტერესებზე და აქ ეს საკმაოდ ცუდი თქვათ ამბავი არის ავტორიტარული ქვეყნებისთვის რუსეთის ეგიდით, იმიტომ რომ ამერიკის ეროვნული ინტერესები პირდაპირ კონფლიქტში მოდის რუსეთის ლიდერობით შექმნილ ბოროტების ღერძთან, რომელშიც შედის ირანი, ჩინეთი და კიდევ სხვა ავტორიტარები, სამწუხაროდ ამას ახლა საქართველოს შეემატა ამ კოჰორტას. ესპანეთი, დანია, კანადა, პანამა, მექსიკა პირველი მერცხლებია. ევროპელ ლიდერებს გადასარევად ახსოვთ ტრამპის პირველი ვადა, როდესაც თავის მოკავშირე სახელმწიფოთა მმართველების ლამის ნახევარს არ ელაპარაკებოდა. მთავარი მიზეზი ნატოელთა არასაკმარისი სამხედრო ხარჯები იყო. ოღონდ 4 წლის წინ ტრამპი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ითხოვდა. ახლა კი თქვა თავდაცვაზე 5% უნდა დახარჯოს ყველამ. მე ხო გითხავს 5%-ზე აყვანას, რაც იდეაში ხა გამომდინარე იქიდან რომ ევროპის კონტინენტზე ომი მიდის მართლა ხო? აბსოლუტურად რეალისტურია. ამერიკისთვის და ტრამპის პრაგმატულად ნატო ძალიან სწორი ორგანიზაცია, იმიტომ რომ მისი ლიდერობის ქვეშ საკმაოდ დიდი რესურსი არსებობს ამ ორგანიზაციაში, ხო? ამიტომ წმინდა ტრამპისტულად რო გამოხვიდე, რას მოიგებ რო ამითი? არაფერს, ხო? შენ აკონტროლებ. საკუთარი თავდაცვა ამერიკამ ამ კაცს ჩააბარა. ავღანეთსა და ერაყში ნაბრძოლ თადარიგის მაიორს, რომელიც შემდეგ ფოქსის წამყვანი გახდა. ოპონენტები პიტ ჰექსეტს ძირითადად მართვის გამოცდილების არ ქონას აბრალებენ. შიგადაში სპირტიანი სასმელების სიყვარულსა და ცოლების ცემას. თუმცა ამას ორივე ყოფილი მეუღლე უარყოფს. საკომიტეტო მოსმენაზე მომხრეებმაც ზოგი ისეთები ჰკითხეს ირაკლის ზარქუასაც რომ შერწყვებოდა. How many genders are there? რამდენი სქესი არსებობს? ორი სქესია, სენატორო. What is the რამდენია M4 კარაბინის ტყვის დიამეტრი? A1 rifle? 5.56 რამდენ აზიდვას აკეთებთ? დღეს დილით 5 ჯერზე 47 გავაკეთ. ჯერ ერთი კვირაც არ გასულა და ტრამპმა ისინიც კი გააოცა, ვინც ბევრ გაოცებას წინასწარ ელოდა. თუმცა ბევრის წინასწარ მომზადებული დახვდა. მაგალითად, ლამის ხელმოწერილი არ იყო საპრეზიდენტო განკარგულება ამერიკაში დაბადებული უცხოელებისთვის მოქალაქეობის ავტომატური მინიჭების გაუქმების შესახებ, რომ 22 შტატის გენერალურმა პროკურორმა მზას არჩევლები შეიტანა. ამჟამად განკარგულება სასამართლოს ძალითაა შეჩერებული, როგორც ანტიკონსტიტუციური. მაგრამ ტრამპის ამერიკა ნამდვილად გამოვა გაერო ზოგიერთი სააგენტოდან, რომელიც პრეზიდენტის აზრით მუქთა ჭამს პურს ან ჰამასის მსგავს ტერორისტებს აჭმევს. ნამდვილად გამოვა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომელიდანაც ერთხელ გამოსული ბაიდენმა უკან შეაბრუნა. საპრეზიდენტო განკარგულება ერთ მიზეზად ასახელებს COVID-19-თან ბრძოლაში ორგანიზაციის წარუმატებლობას. ამის დამატებად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალმა უფროსმა კორონავირუსი ჩინეთის მიერ ხელოვნურად გამოყვანილ დაავადება დაასახელა, რომელიც ლაბორატორიიდან გავრცელდა. ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციიდან გამოსulis კიდევ ერთი მიზეზი ტრამპის აზრით ამერიკისთვის დაწესებული უსამართლოდ მაღალი საწევრო გადასახადია. განკარგულებით გულგახეთქილი ჯანმო უკვე დემოკრატმა ამერიკელმა მილიარდერმა ბლუმბერგმა დაამშვიდა. ამერიკის საწევროს აწი მე პირადად მოგცემდო. კიდევ ერთი საპრეზიდენტო განკარგულებით უკიდურესად შეიზღუდა აბორტები. მეორე განკარგულებამ შეერთებული შტატები გამოიყვანა კლიმატის ცვლილების საერთაშორისო შეთანხმებიდან, შეკრებილი მხარდამჭერების ოვაციით. დაახლოებით $1 ტრილიონ დავზოგავთ. სხვათა შორის კლიმატის დაცვის თემის გაგრძელება ტრამპმა გამოაცხადა, რომ უარს ამბობს სამთავრობო პოლიტიკაზე, რომელიც მოქალაქეებს ელექტროავტომობილების შესაძენად უბიძგებდა. რთული დასაჯერებელია კაცისგან მისი პირველი მრჩეველიც ელონ მასკია. მაგრამ ასეა. ამის გამო ტრამპი მეორე ვადაშიც დაუჭერს მხარს გაზისა და ნავთობის დაკონსერვებული ჭაბურღილების ამუშავებას, რა თქმა უნდა, საწვავის ფასის დასაწყებად. ტრამპმა რა გააკეთა ყველაზე ჭკვიანი, რომ აიღო მართლა ის თემები სამუშაოების შემცირება, ხო, ამერიკაში, იმიტომ რომ ბევრი გააქვს საზღვარგარეთ, ხო? ეს ჯანდაცვის სისტემის გაუმართავობა, ხო, ობამაკეი არის წინამდე კი. მაშინ ვაფერი ნორმალი ვერ შესთავაზა, მაგრამ იდეა სწორია, მართლა გაუმართავია.
და ასევე რა თქმა უნდა საგანმანათლებლო სისტემის გამოსწორება თუ გინდათ ისეთ რა ქვია კერძო ან სახელმწიფო გრანტების საშუალებით. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთის მეზობლად ცხოვრებ ქვეყნებს ჩვენი გაგვჭირვებია. მთელი კამპანიის განმავლობაში დადარაჯებულები ვიყავით რა სიტყოდა პუტინზე, უკრაინის ომზე, სანქციებზე. ომის დასრულება ჯერ ერთი სატელეფონო ზარით გადაიფიქრა, მერე დასრულება 24 საათში. თუმცა არ გადაუთქვამს, რომ სურს ყველაფერი მალე გააკეთოს. უკვე დავინახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევის გარეშე შეუძლებელი არის რუსეთის შეკავება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა საკმაოდ ბევრ რესურსს დებს ამაში, უშუალო გამყოფი ხაზები და დაზავების ხაზები რა იქნება, არ ვიცით. აი ბოლო ინფორმაცია ზელენსკის ინდიკაციები იყო, რომ ის მზად არის დაიწყოს საუბარი იმ წერტილიდან, რა წერტილიც 2000 თუ რა ხაზებიც იყო 2022-ში, სანამ ფართო მასშტაბიანი მეორე ტალღა დაიწყებოდა ომის. რა თქმა უნდა უკრაინას არავინ არ მოთხოვს იმის აღიარებას, რაც რუსეთმა მიითვისა, ეს თემა დარჩება გადაუჭრელი ამ ეტაპზე. მაგრამ ის მიიღებს ცეცხლის შეწყვეტას და ჩემი აზრით ამას მოყვება მე ძალიან დიდი დახმარების პაკეტი, რომლითაც უკრაინა მე შეძლებს დაელოდოს სწორ მომენტს რუსეთის დასუსტების და ეს პროცესები აუცილებლად წავა. რუსეთის დასუსტების შემთხვევაში თავის ტერიტორიების უკან დასაბრუნებლად. უკრაინის ამბავი რუსეთთან ტრამპის ურთიერთობაზეა ჩამოკიდული, ისევე როგორც ჩვენი. თითქმის ორწლიანი კამპანიის განმავლობაში ველოდით და ახალი ადმინისტრაციის არც ერთ წევს ჯერ სიტყვა ჯორჯია არ დასცნენია. საქართველოში ხელისუფლების უზურპატორი ქართული ოცნება კი პუტინის რეჟიმის ლექსიკონით ტრამპზე თავიდანვე ძველი ძმაკაცი ვიცაუბრობდა. აი, მოვა ის კაცი და ყველაფერი შეიცვლებაო. მერე შეხედეს, როგორ უცებ შეიცვალა კრემლის ლექსიკონი და მოლოდინდა, თვითონაც ამოუწიეს მუხრუჭს. არა, სწრაფად ალბათ არ მოხდება, მაგრამ იმედი გვაქვსო. სანქციები რუსეთზეც მოქმედებს და ის ტყუილია, რომ თითქოს ამ სანქციებმა არაფერი შედეგი არ მოიტანა, განსაკუთრებით ბოლო ფაზის სანქციები. მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ამ სანქციებს კიდევ უფრო მეტი ეფექტი ექნება, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მარიონეტ რეჟიმს მოუსწრებს საშუალებას მოემსახუროს იმ რუსულ ინტერესებს, რომელსაც ის დღეს აკეთებს. ეს არის რუსული ფულის გათეთრება და რუსეთისთვის სანქციების გვერდის აულაში რაღაცა ხვრელის შექმნა. ოვალური კაბინეტისკენ და კაპიტოლიუმისკენ მისასვლელ გზებს ყველა ეძებს. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე კონგრესმენი უილსონი დღეს არაგდებს ივანიშვილს, რომ წესი არ აუგოს სოციალურ ქსელსა თუ კონგრესში. ჩვენი იმედი ახლა ეგაა. ქოცებისა ეს თავის უბედური ქალი, რომელმაც ერთხელ უკვე მოჭრა თავი ივანაშვილის პროპაგანდას. არადა მაინც ვერ ეშვებიან. მას შემდეგაც კი რაც გაიგეს, რომ ტრამპმა ევროკავშირის ელჩად სხვა კაცი წარადგინა და ქალბატონი კიმბერლი ინაუგურაციას ახლოსაც არ გააკარეს. როგორც ჩანს, ჯო უილსონი მაინც ცოტა უფრო გავლენიანი რესპუბლიკელი ვიდრე ვიდმე კიმბერლი ლოუ, მაგრამ პროპაგანდა ისე ამოქუქილი, ეს რომ აღიაროს რეჟიმი სულ ჩამოიშლება. პუტინის ქართველი შნირი სანქციების გაუქმების იმედით ცხოვრობს და აცხოვრებს საკუთარ მრევლს. ერთი პერიოდი იყო, რომ აი ყველაფერს დავალაგებთ, მერე ცოტა შეცვალეს, ასე ვთქვათ, პლასტინკა და თქვეს, რომ არა ალბათ ყველაფერს არც ალია ჩვენთვის რაღაცა. თუ ეხა მას სანქციები დაედო შემდეგი ნაბიჯი თუ გადაიდგა, მის სახელითაც ლაპარაკს ვეღარ შეძლებს ვაშინგტონში, იმიტომ რომ ჩვეულებრივად მოხდება დიქტატორების სიაში და იქ უკვე თავმოყარებები მას ხელს არ ჩამოართვებს. თუ ეს პროგრამა მინიმუმ. პროგრამა მაქსიმუმი ჩავარდა კოორდინაციაში, უნდა და რომ გადატვირთვა. 20 იანვრის შემდეგ ტრამპმა გააუქმა ბაიდენის 78 განკარგულება. დაითხოვა 1000-ზე მეტი მაღალი რანგის მოხელე. გამოვიდა მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან და ორგანიზაციიდან. ბოკლომი დაადო სახელმწიფო დაწესებულებებს. რომსდომოდა ივანაშვილსაც აუსრულებდა ამერიკულ ოცნებას და გაუუქმებდა სანქციებს. მაგრამ ამ ხალხში ამის 7 მილიარდი მოპარული რუსული დოლარი ბევრს არაფერს ნიშნავს. მით უფრო რომ ქოცების სულიერ და ფინანსურ ბელადს მისივე ცრემლიანი აღიარებით თელს თანხაზე წვდომაც კი არ ქონია. თავის შვილები ან ძლებიან, შვილიშვილები ან პინგვინებიან. ძალიან დიდი სურვილი ქონდა რომ